თავი ამბები რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას. 5 საბაგირო სადგური და 18 სასრიალო გზა ყველაზე გრძელი სათხილამურო მონაკვეთი სვანეთში 2015 წლის დეკემბერში გაიხსნება. თეთნულზე სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, პროექტის ღირებულება კი დაახლოებით 36 მილიონი ევროა. უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიებთანაც ტურისტების მოზიდვის მიზნით. თეთნულდი როგორც მსოფლიო დონის საკურორტო ზონა შესაძლოა BBC-ს ამინდის პროგნოზების ჩამონათვალშიც აღმოჩნდეს. მანამდე კი საქართველოში ყველაზე დიდი სათხილამურო გზები TV3-ის ობიექტივში მოხდა. 10 მეტრიანი მონაკვეთი იქნება აი აქედან წამოსული სუბომამდე. საქართველოში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა სვანეთში 2015 წლის დეკემბერში გაიხსნება. თეთნულზე ზღვის დონიდან 3040 მეტრის სიმაღლეზე თოვლისა და ცივი კლიმატური პირობების მიუხედავად სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. თეთნულდის სამთო კურორტზე 5 საბაგირო სადგურისა და 18 სასრიალო ტრასის მოწყობაა დაგეგმილი. აშენდება რამდენიმე ელექტროქვესადგური, წყლის სათავე ნაგებობები და რეზერვუარებიც. სამუშაოს ტენდერში გამარჯვებული ავსტრიული კომპანია RMS-ი სახელმწიფო სამშენებლო კომპანიასთან ერთად აწარმოებს. 90% მიწის სამუშაოები და ტრასების, სასრიალო ტრასები და მისასვლელი გზების ავტომობილო თითქმის დამთავრებული. ამ წელს გათვალისწინებული გვაქვს ელექტრო ქვესადგურების მშენებლობა 6 და წყლის სათავე ნაგებობა. მშენებლობაზე ადგილობრივებიც არიან დასაქმებული. მათ ახალი სამთო კურორტის გახსნით ტურისტების რაოდენობის გაზრდის იმედი აქვთ. საოჯახო სასტუმროები კეთდება, ხალხი მიიღებს ტურისტს, ეკონომიკურად გაემართება ოჯახები, ხალხი. We just hiking today. რამდენიმე დღეა მთებში მოგზაურობთ და ძალიან მოგწონს. მუშკულის დალაშქრა გვინდოდა, მაგრამ უამიდობის გამო ჯერ ვერ მოვახერხეთ. რაც შეეხება თეთნულს, ძალიან ლამაზია და თუ აქ სათხილამურო ტრასა გაიხსნება, ჩვენ ამას მაღალი ქულით შევაფასებთ. არაჩვეულებრივი ადგილია სპორტის ამსახეობის განვითარებისთვის. პროექტში, რომელიც ჯამში 36 მილიონ ევრომდე ჯდება, ქართულთან ერთად ფრანგული ინვესტიციაცაა ჩადებული. სამუშაოებს შეფასე თეთნულ დეველოპმენტი ახორციელებს. სწორედ კომპანიის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა თეთნულზე ინფრასტრუქტურის მინისტრთა და ჟურნალისტებს. პროექტი არის ნამდვილად ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასშტაბის. 2015 წლის ბოლოს იქნება დასრულებული სეზონისთვის. არის 25 კილომეტრიანი სათხილამურო ტრასა, 9 კილომეტრიანი პირველადი დაშვების ყველაზე დიდი გზა იქნება. ინვესტორებისთვის იქნება ძალიან მომზიდველი მთლიანი ინფრასტრუქტურა და ჩვენ მომზადეთ პროექტს მთლიანად განვითარებისთვის ამ რეგიონის. ყველაზე მაღალი საბაგირო ჩამოსასრიალებელი ადგილი იქნება 3200 მეტრიდან. ყველა ტიპის სათხილამურო გზა არის, ანუ ისევე როგორც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალებისთვის, ასევე ახალი დამწყებებისთვის და მოყვარულებისთვის, ყველა შეუძლია არსებული კურორტით მიიღოს სიამოვნება. ერთ წელიწადში სამუშაოები დასრულდება და საბოლოო თეთნულდის სამთო კურორტი ასეთ სახეს მიიღებს. თუმცა ტურისტების მოზიდვისა და მათი ინფორმირებულობის მიზნით უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ თეთნულდმა, როგორც მსოფლიო დონის საკურორტო ზონამ ადგილი BBC-ს ამინდის პროგნოზების ჩამონათვალშიც დაიკავოს.